Საამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს და პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის, თბილი კომენტარებისთვის, უკავშირებისთვის, რასაც გთხოვთ ხოლმე რომ დამიწეროთ უკავშირი. მადლობა ყველას, ვისაც გაქვთ გამოწერილი ჩემი გვერდი, ვისაც არ გაქვთ გამოიწერეთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ჩემი გაშლები. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი სითბოსთვის. მეც ძალიან მიყვარხართ. ასევე მინდა გითხრათ, გავაშხერო ჩემი პირადი კონსულტაციის ფასები, რომ არ მოხდეს შემდეგ რაღაც გაურკვევლობები. ძირითადად მეგობრებო, ჩემი პირადი გაშლები ხდება ვიდეო ზარით. მე არ მიყვარს, კი, ზოგჯერ არის ხოლმე, ზოგიერთთან ესე ვოისებითაც 1-2 კითხვით, ვინ შემოიფარგლება ხოლმე და ჭირდებათ ხოლმე ვოისები, კონკრეტულად ვუშვებ ხოლმე მაგ გამონაკლისსაც, მაგრამ ძირითადად მაქვს ვიდეო ზარით გაშლები, რადგან ვფიქრობ, რომ ასე უფრო უკეთესად ვუკავშირდებით ერთმანეთს მე და თქვენ. ასევე ფასებსაც გაგიჟღერებთ. პირადი სესია ერთ საკითხზე ღირს 60 ლარი ჩემთან მეგობრებო და თუ ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე გნებავთ გაშლა, აი დაუშვეთ პირად ურთიერთობებზეც, კარიერაზეც, ფინანსებზეც და კიდევ სხვადასხვა რაღაცებზე, ეს ყველაფერი ერთად ღირს 100 ლარი. ხო. ასევე მაქვს კოუჩინგის და ტაროს სესიები ერთდროულად, რომელიც ერთი ღირს ისიც 100 ლარი. კი ბატონო, სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის და დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა. საკითხი, თემა იქნება ასეთი. თქვენს პირად ურთიერთობას შეეხება და გავიგოთ რა ხდება ახლა თქვენს და ამ ადამიანს შორის და რა ნაბიჯები ექნება შემდეგში უახლოეს მომავალში ამ პიროვნებას თქვენსკენ. უახლოეს მომავალს იმიტომ ვიძახი, რომ არ არის აუცილებელი და არ ვარ მომხრე, რომ ქალმა, თუნდაც კაცმაც ერთ ადამიანს ელოდოს თვეობით და წლებით და ეგონოს, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება. რადგან ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პირადი აზრია, შეიძლება ბევრი შემედავოს ამ აზრში. ვფიქრობ, რომ სიყვარული, რა თქმა უნდა, არის მთავარი ურთიერთობებში, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ერთმანეთის პატივისცემა. და ადამიანი, რომელსაც უნდა შენთან ყოფნა, არ გალოდინებს წლობით, თუნდაც თვეობით. მაქსიმუმ 3 თვე იყოს და კიდევ მაქსიმუმ 5 თვე რაღაც დისტანცია ადამიანებს შორის. აი ამის იქით ვფიქრობ, რომ უკვე არაფერს აზრი აღარ აქვს და უნდა იფიქროთ თქვენი ცხოვრების თავიდან დაწყებაზე ამ ადამიანის გარეშე. ნუ კარგი, ბევრს აღარ ვისაუბრებ და დავიწყოთ ჩვენი გაშლა. გავიგოთ ჯერ თქვენი და თქვენი ადამიანის, პარტნიორის სიტუაცია, რა ურთიერთობა გაქვთ აი ამ წუთას, რომ მიხვდეთ რამდენად რეზონირდება თქვენზე ეს გაშლა, ხო? თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ურთიერთობა გაქვთ ახლა თქვენ და თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას.
იცით რა, აი ზოგადი ფონი ვიტყოდი იმას, რომ აი თითქოს თქვენ შორის არის სიყვარულიც, თითქოს იყო ის მომენტიც, რომ აირჩიეთ ერთმანეთი, გიყვართ ერთმანეთი და ამას უზიარებთ ორივე ერთმანეთს, მაგრამ აქ არის ძალიან ბევრი მაგრამ. იცით როგორი სიტუაცია? აი ამ ურთიერთობაზე ძალიან ბევრი ფიქრია. ანუ გადაწყვეტილი არ არის ეს ურთიერთობა თითქოს, რადგან ძალიან ბევრი ფიქრია, რადგან ძალიან ბევრი ტყუილებია ამ ურთიერთობაში, ან შეიძლება ითქვას, რომ თავის მოტყუება ამ ურთიერთობაში ძალიან ბევრი, რადგან რომელიღაცა პარტნიორი არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ურთიერთობაზე, რადგან ასევე ის, რაც არ ჩანს ამ ურთიერთობაში, გეტყვით იმას, რომ შეიძლება ვიღაცებს გაქვთ კიდევ ერთმანეთთან კონტაქტი რაღაც დონეზე და აი ესე საბოლოოდ გაწყვეტილი არ გაქვთ, მაგრამ თითქოს როგორი სიტუაცია, იცით, აი ეს ურთიერთობა აღარ გაძლევთ თითქოს იმას, რასაც ადრე. შეიძლება, აი როგორც წაღამთქვი, გქონდეთ ურთიერთობა ამ წუთას, შეიძლება საერთოდ აღარ გქონდეთ და ფიქრობდეთ ამას, რომ აი რაღაც მინდა, ეს აღარ მაძლევს იმ ბედნიერებას და ეს ჩემთვის არის რაღაც იმდენს ვფიქრობ ამ საკითხზე, რომ აი ძალიან დამღლელია ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე. ასევე ფიქრობთ, რომ სამართლიანია ამ ურთიერთობიდან წასვლა. ნუ ეს აი ესეთი ფონია თქვენს ურთიერთობებში, რადგან კიდევ ვიტყვი იმას, რომ თითქოს ირჩევთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის გადაწყვეტილი. გადაწყვეტილი არ არის, იმიტომ რომ რაღაცა ან ორივეს, ან რომელიღაცა თქვენგანს საკმაოდ ბევრი ტყუილები გაწუხებთ. საკმაოდ გიწევთ ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა. არ შემჩნევა და ეს ყველაფერი შიგნიდან ძალიან გაწუხებთ. აი ეს მომენტია და ეს სიტუაცია გაქვთ ურთიერთობებში. ხო. კიდევ რა შეიძლება ითქვას? აი კიდე როგორი მომენტი მომდის, იცით, მეგობრებო, შეიძლება აი აქ გარედან იმდენად არაფერი არ ჩანს თქვენს ურთიერთობაში, ვისაც გააქვთ ერთმანეთთან კავშირი ისევ, არაფერი არ ჩანს და ეს ხდება თქვენს შიგნით ყველაფერი. და ვისაც არ გაქვთ კავშირი, შეიძლება გარედან საკმაოდ კარგად გრძნობთ თავს, მაგრამ შინაგანად აი ეს ტრიალებს თქვენში რა, აი ეს ამდენი ფიქრები, ამდენი რაღაცებზე თვალის დახუჭვა, ხო? არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ არის ეს ყველაფერი სამართლიანი. ამ სიტუაციაში ეს ყველაფერი ნამდვილად ცოტა საკუთარ თავს არ ექცევით, კარგად მიხვდით, აი საკუთარ თავთან სამართლიანი არ ხართ. ხო, აი ესეთი სიტუაცია გაქვთ ამ წუთას თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. კარგი. მოდი გავიგოთ, რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ. თქვით მისი სახელი და კვარი კიდევ ერთხელ და ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს და ვინც ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი თქვენსკენ.
ადამიანს ნამდვილად ექნება. ეხლა ვისაც არ გაქვთ კონტაქტი, იმათზე არის უფრო ეს პროგნოზი. ნამდვილად ექნება რაღაცა ტიპის გამოსვლა თქვენსკენ და ნაბიჯების გადმოდგმა, მაგრამ ეს ნაბიჯი არ იქნება რაღაც ისეთი დიდი და გრანდიოზული, უბრალოდ ძალიან შეიძლება უხეში და ისეთი იცით როგორი ნაბიჯი ექნება, მე ახლა აი აქ რასაც ვუყურებ, ესეთი ენერგიები მომდის, მეგობრებო. შეიძლება მოხდეს კიდეც თქვენი შეხვედრა, მაგრამ აი თითქოს რომ არ იმჩნევს ეს იმდენად აგრესიული ნაბიჯი ექნება თქვენსკენ, რომ თან უნდა კომუნიკაცია თქვენთან, მაგრამ თან იმ დონეზე გაურკვევლობა აქვს საკუთარ თავში ეს ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული, თითქოს რაღაცას აკეთებს, მაგრამ ეს არ არის, აი ესე ვთქვათ, ბრძნული გადაწყვეტილება, ეს არ არის ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება ბოლომდე, ხო? მაინც რაღაც ისეთი არაადეკვატური და ბავშვური ნაბიჯებია. და კიდევ ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ ეს ადამიანი საკმაოდ ისეთი ტიპაჟია, აი როგორ გითხრათ, აი სულ თავში უტრიალებს როგორი რაღაც, იცით? მარტო ურთიერთობებში არა. აი ძალიან ჩამოუყალიბებელი ტიპია ყველანაირად. მარტო ურთიერთობებში კი არა, შეიძლება რაღაცას რომ ყიდულობს, აი მე აი ახლა ეს კი ასე ღირს აქეთ, მაგრამ წამოდი აბა იქით წავალ, იქით იქნება უფრო მეტი ფასდაკლება გქონდეთ. იქნებ იქ უკეთესი იყოს, აქ უკეთესი იყოს, საბოლოოდ შეიძლება არაფერი არ ეკეთოს. ურთიერთობებშიც ასეა, მეგობრებო, საკმაოდ კი შეიძლება კი არა და აქვს თქვენს მიმართ ემოცია, გრძნობა, რაღაც მოწონხართ ძალიან, მაგრამ იქით ბექებში, ასე ვთქვათ, კიდევ სხვა და სხვა პიროვნებებია მის თავში, ვისაც ფიქრობს და გონია რომ ის იქნება იმასთან უკეთესი იყოს, ამასთან უკეთესი, აბა იმასაც დაველაპარაკები, ამასაც და აი რაღაცა ესეთი ტიპაჟია. ექნება ნაბიჯები, მაგრამ აი ასეთი, მეგობრებო, მესამე ფაქტორებიანი ნაბიჯი. ეს მესამე ფაქტორები, ახლა არ დავაკონკრეტებ, რომ მაინც და მაინც პიროვნება, ну, ისეთი ჩამოუყალიბებელი ადამიანია, რომ შეიძლება საერთოდ სხვა რამეც იყოს მესამე ფაქტორი, მაგრამ აი გეუბნებით, რომ ესეთი ნაბიჯი ექნება ნამდვილად. ну, რაღაცა კომუნიკაციის დონეზე. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც გრანდიოზულს გააკეთებს ეს ადამიანი, ისეთ ნაბიჯებს გადმოდგამს თქო. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, ვინც პირველად მიყურებს, ალბათ იცით, რომ ჩემთან არ არის ვარიანტები, მაგრამ აი ესე ერთი და იგივე კითხვას ბევრჯერ ვსვავ, რომ ვიღაც თქვენზე ერთზე ერთი რეზონირდება, მეორეზე მეორე. კიდევ რა ნაბიჯები იქნება თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. სხვათა შორის გეტყვით, რომ აი ამ სიტუაციაში საკმაოდ ნეგატიური ენერგიები მივიღე ამ წუთას, სუნთქვაზეც მეტყობა ალბათ. და ვფიქრობ, რომ მისი ნაბიჯებით თქვენც არ დარჩებით ნასიამოვნები ნამდვილად. კარგი, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ? ხო, აქ ვიტყოდი რას იცით, მეგობრებო, ყურით, ამ ურთიერთობაში თუ იყო ისეთი სიტუაცია, რომ მხოლოდ მე და სხვა არავინ, ახლა ეს პიროვნება არის რაღაცა გადაწყვეტილების წინაშე. მაგრამ ეს გადაწყვეტილებაც ვფიქრობ, რომ მაინც არის საკუთარ თავზე მორგებული. ზუსტად რაღაც ამდაგვარი ვთქვი წინა გაშლასაც მე მგონი, რაღაცას ეხება ალბათ ეს კონკრეტულ ადამიანს. ამ წუთას რაღაც იცით როგორ პერიოდშია, აი თითქოს
აი ბოლოშია გასული ამ ფიქრების ბოლოში. მიხვდით, რომ აი სადაცაა მიიღებს გადაწყვეტილებას, რაღაცის დასასრული აქვს. მაგრამ ჯერჯერობით ფონი აქვს ისეთი, რომ კი, უნდა გამოსვლა კომუნიკაციაზე, მაგრამ აი თვითონ იბლოკავს საკუთარ თავს, არ აძლევს ჯერჯერობით იმის საშუალებას. იცის, როგორც უნდა მოიქცეს, რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც დუმილში იმყოფება. მაგრამ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ რაღაც ბედით ხართ ერთმანეთთან დაკავშირებული და მაინც მოხდება ისე, რომ თქვენი ურთიერთობა ისევ დაიწყება თავიდან. ეს ადამიანი აუცილებლად გადმოდგამს ნაბიჯებს, მაგრამ უყურეთ, არ ვიცი ადრე როგორ იყო, ეს პიროვნება საკმაოდ ისეთი ცივი ტიპაშია, ემოციებს ნაკლებად გამოხატავს. ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ საკმაოდ აქ ხმების მეფე როგორი არის, იცით, აი ცოტა ესეთი ენერგია მომდის, რომ უყვარს ადამიანის გრძნობებზე თამაში. თამაში უყვარს რა, აზარტულია ძალიან ეს პიროვნება, აზარტში რო შევა, აი იქიდან გამორთვა უჭერს. ურთიერთობებშიც ასე, აი იმასთან ჩერდება დიდხანს, ვისთანაც არის აზარტში შესული. მიხვდით, აი რაღაცა უნდა აკეთოს, სულ რაღაც ისეთ იბრძოლოს რაღაცაზე. ხო, ეს პიროვნება გადმოდგავს ნაბიჯებს, მაგრამ ცოტა ფრთხილად იყავით, რადგან იცით როგორ რამე არ დაგემართოთ, შეიძლება იმ დონეზე ელოდებით ამ ადამიანს, რომ მის მინუსებს აღარ მიაქციათ ყურადღება, თქვენთვის მთავარია, რომ გამოვიდეს კონტაქტზე. აი და ცოტა არ მოიტყუოთ საკუთარი თავი, ხო? და რაღაცა ისეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, რომ მე აქეთ მას დააბრალოთ, რომ აი თუ ასე არ აპირებდი, რაღაც მოდიოდი ჩემთან, რაღაც აი ესეთი ენერგიები მომდის. გადმოდგმით აუცილებლად გამოვა კონტაქტზე ეს პიროვნება თქვენთან და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ჯერჯერობით კი არის ასეთ ბლოკებში, მაგრამ ეს ყურეთ ეს მდგომარეობა მასშია, კაიგეთ, აი შეიძლება თქვენ საერთოდ ვერც გრძნობთ ამ ყველაფერს, ძალიანაც რო უნდა, აი ამ ყველაფერს ვერ გრძნობთ, მაგრამ ეს თავის თავში საკმაოდ ბევრს ფიქრობს, სალაგებს, რაღაცა სცენებს, ასე უნდა ვქნა, ისე უნდა ვქნა, რაღაც აი პროექტებს ვაკეთებს ადამიანი, ხო? აი ეგეთი მომენტი აქვს ზუსტად ამ პიროვნებას, საკმაოდ ბევრს ფიქრობს ამ ურთიერთობაზე და ერთხელაც საკმაოდ მალე ექნება ნამდვილად აი ესეთი ნაბიჯები თქვენსკენ. დახასიათებას რომ მივყვეთ, ეს ადამიანი საკმაოდ გონიერი, საკმაოდ შეიძლება ისეთი განათლებული პიროვნება არის, დაბრძენებული, დიდი გამოცდილებებით და ასევე ვიტყოდი, რომ პროფესიას რაც შეეხება, რაღაც იცით როგორი პროფესია, ზოგადად ხმლების მეფე არის უფრო ისეთი პროფესიის ადამიანი, რომელსაც უფრო ის რაღაც იარაღებთან აქვს შეხება. ხვდით, აი შეიძლება იყოს ექიმი, პოლიციელი, რა ვიცი, ვისაც ესეთ რაღაც იარაღებთან აქვს შეხება. აქ ამ შემთხვევაში დავამატებ ასევე იმას, რომ არკანიდან გამომდინარე შეიძლება ისეთი სამსახური გქონდეს, სადაც უფრო მეტი ჟდომა უწევს დიდხანს და კომპიუტერთან დროის გატარება. და ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ ეს პიროვნება საკმაოდ ისეთია, აი კარიერაზე გადართული და ნაკლებად გრძნობებისკენ. აი ესეთი პიროვნება მოვიდა ამ ვარიანტში თქვენთან. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, გადმოდგამს თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ ნაბიჯებს, გადმოდგამს თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ ნაბიჯებს და რა ნაბიჯები ექნება ამ ადამიანს. ეს უკვე მომწონს. ხო, აქ რა ხდება მეგობრებო? ამ ურთიერთობაში
არჩევანია გასაკეთებელი და ეს არჩევანი, ანუ ახლა არ ვფიქრობთ, რომ რაღაც მაინც და მაინც პარტნიორებზეა საუბარი. უბრალოდ თუნდაც ის არჩევანი, რომ აი იყოს ურთიერთობაში თუ არ იყოს ურთიერთობაში და აი ამ ყველაფერს აკეთებს ეს ადამიანი, ამ არჩევანს აკეთებს და თუ ახლა დაუშვათ საკმაოდ თავშეკავებულია და არაფერს არ მოქმედებს და ან ძალიან ცოტას გამოხატავს თქვენსკენ, ეს ადამიანი ძალიან მალე ასე ვთქვათ, შეიძლება აი მანზეც დაგპატიჟოს ამ პიროვნებამ, მოვა თქვენსკენ სიყვარულით, ემოციებით, ზრუნვით, საკმაოდ კარგი ვარიანტია ეს და აი აქ ნამდვილად იგრძნობა მისი ნაბიჯები. ეხლა რაღაც გრძელვადი ამ პროგნოზს ვერ გეტყვით, აი ამის შემდეგ რა მოხდება და რა სიზავს, მაგრამ რასაც გვენ ნაბიჯები აი ამ სიტუაციის შემდეგ ექნება ნამდვილად ისეთი, როგორიც თქვენ გაგიხარდებათ, მოგეწონებათ, კმაყოფილი დარჩებით, ემოციებით აივსებით, სადღაც დაგპატიჟებთ ეს პიროვნება აუცილებლად შეიძლება ყვავილებიც გაჩუქოთ, საჩუქარი რაღაც მოგიტანოთ ესეთი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ცოტა აქ ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ აი ამ ემოციების და სიტყვების იქით, რას მოიმოქმედებს ეს პიროვნება, იმას დააკვირდით აუცილებლად. სხვა დასაწყისი ამ პიროვნებას ძალიან კარგი ექნება. თუმცა საკმაოდ ისეთია, რომელსაც უყვარს ემოციების გამოხატვა, რომელსაც უყვარს ბევრი საუბარი, უყვარს, როდესაც აქებენ და აფასებენ საზოგადოებაში და პარტნიორი აფასებს ამ შემთხვევაში და დააკვირდით ცოტა მის ქმედებებს და არ გადაფაროს სიტყვებმა ქმედებები. კარგი, სულ ეს იყო მეგობრებო დღეს. დაგემშვიდობებით ახლა, ვისაც მოგეწონათ ეს ვიდეო, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩემი გვერდი. კომენტარებში უკავშირს ველოდები აუცილებლად, რომ ეს ჩვენი ენერგო მიმოწვა მოხდეს და უფრო მეტად რეზონირდეს თქვენზე ჩემი გაშლები და ჩემი არხის უფრო მეტად განვითარდეს. დაგემშვიდობებით ახლა, მშვიდ ღამეს გისურვებთ ყველას, დროებით.